თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რექტორის მრჩეველი სოსო მიქელაძე და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ფანგანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რით ახსნა თანამშრომლების სამსახურიდან წასვლა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ნახეთ თამარ მოდებაძის სიუჟეტში. ოფიციალური ვერსია რეალურად ესეთი იყო, გათავისუფლდეს სამსახურიდან შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი სოსო მიქელაძე სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოთხოვნით გუშინ გაათავისუფლეს. იგივე მიზეზით მიქელაძის მსგავსად ხელშეკრულება შეუწყდა სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროს ავთანდილ ფანგანს. თუ ვიღაც თulis რომ დღეს ოპტიმიზაცია ჩასატარებელი საკადრო უნივერსიტეტში, ეხლა უნდა დაიწყოს და არა ისო, მაგალითად სულ მუდმივად ვიღაცას ეშინოდეს, რომ აზრი არ გამოთქვას, ვერაფერი ვერ თქვას, ან სულ დაეთანხმოს, ან დითი რამბები და აპოლოგია გააჩაღოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ და სანაცვლოდ მუდმივად ის ერთთვიანი ხელშეკრულება ესე უგრძელდებოდეს. სოსო მიქელაძე ამბობს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა უნივერსიტეტში საპარლამენტო არჩევნების წინ ეგრეთ წოდებული პოლიტიკურად არასანდო თანამშრომლების გამოსამჟღავნებლად დაინერგა. აღნიშნული ხელშეკრულებების ამოქმედების მიზანს კი არჩევნების შემდეგ თანამშრომელთა გათავისუფლება წარმოადგენდა. ექს-მრჩეველმა უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება 3 თვის წინ დაიწყო და ალაპარაკდა. მიქელაძე ამბობს, რომ რეალურად ის ღიად გამოთქმულ საკუთარ აზრებს შეეწირა. დაუშვებელად მიმაჩნია მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით უნივერსიტეტის თანამშრომლებზე ხორციელდებოდეს ასეთი ზეწოლა. 4 თვის განმავლობაში გვიფორმდება ერთთვიანი ხელშეკრულება. ეს პირველად დაიწყო არჩევნებამდე. ალბათ მიზანი იყო, რომ გამოემჟღავნებინათ ეს არასანდოთა ეს კოჰორტა და უკვე 1 ოქტომბრის შემდეგ გაეთავისუფლებინათ. რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც ესეთი კარგად ჩაფიქრებული, დადგმული სპექტაკლი. ახალი ტალღის დამფუძნებელი ნოდა რეჟიშვილი ამბობს, რომ სოსო მიქელაძის გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა. მან სტუდენტთა ალტერნატიული გაერთიანების სახელით აკადემიურ საბჭოს მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა. ეს გათავისუფლება უნდა იყოს საფუძვლიანი. მესმის იურიდიული უფლება აქვს, მაგრამ რექტორმა როგორც აღნიშნა, ჩვენ სტუდენტების გვეკუთვნის უნივერსიტეტი, ჩვენ ვიხდით აქ თანხას და ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინონ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და ზუსტად ეს ერთ-ერთი სტუდენტების სურვილი და მოთხოვნა, რომ სოსო მიქელაძე უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტში. თელავის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ლევან ბადაშვილის განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აღნიშნული თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში შრომის კოდექსის 37 მუხლის ბ-ქ პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული თანამშრომლების გათავისუფლების საფუძვლებს. ანუ პირდაპირ შრომის კოდექსი მიუთითებს 37 მუხლის ბ-ქ პუნქტი მიუთითებს, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ავთანდილ ფანგანი გერმანიაში იმყოფება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის რამდენიმე საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროექტშია ჩართული, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებელში მაინც გააგრძელებს.